სოფელ განმუხურში რამდენიმე დღის წინ მოვარდილმა ქარიშხალმა ადგილობრივების თხილნარი დააზიანა. მოსავლის თითქმის ნახევარზე მეტი ძლიერმა ქარმა ძირს ჩამოყარა. მოსახლეობა სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას და კომპენსაციას ითხოვს. არავინ არ მოსულა და არ დაინტერესებულა. მოვარდილმა ქარიშხალმა 80% თხილის მოსავალი გაგვენადგურა. თუ არა და თხილზეა ჩვენი საარსებო პირობა დამოკიდებული. ხო და რა ვიცი ახლა იმედი ამოწურული ვართ. არც გვიმედება რომ რაიმე დაგვეხმარება, მაგრამ მაინც უნდა იცოდეს მთავრობა. სოფლის მოსახლეობა ითხოვს ერთადერთ რაღაცას, რომ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით და მოხდეს შესწავლა ამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის და შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნით. ადგილობრივები ამბობენ, რომ განმუხურში ხშირად ხდება სტიქიური მოვლენები, რის გამოც მოსახლეობას დიდი ზარალი ადგება. თუმცა ხელისუფლების მხრიდან მათ ამ დრომდე არავინ დახმარებია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატელეფონო კომენტარი ამ საკითხზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ გააკეთა. მისი თქმით ისინი ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ. როცა ქარის შემთხვევაში შემოსულიყო შეტყობინება. ან გამგებელს უნდა მოემართა და არის ჩვენთან კომისია, რომელიც სწავლობს მიყენებულ ზარალს სწავლობს და კომპენსაციისთვის ამას განვიხილავ და შემდგომ მთავრობას ვაწვდით ინფორმაციას. ჯერ უნდა დადგინდეს ზარალი, ვის მიადგა, რამდენი, ყველაფერი, რომ კომპენსირება მოხდეს. ხო და ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა. განმუხურის მოსახლეობა ზარალის დათვლისა და კომპენსაციის მოლოდინშია.